დანგრევა გადაწყვიტა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალი მუზეუმის აშენების მოტივით. აბსოლუტურად არარეალისტური ვადა იქნა დაწესებული. ანუ 23 ნოემბერი იქნა დაწესებული ახალი მუზეუმის ექსპლუატაციაში შესასვლელად. დაწესებული რა ესე დაუყენა ამოცანა. დაიწყეს მუზეუმის გრევა ისე რომ არ ქონდათ მონახული შესაბამისი ადგილი. ქვემოთ ჩამოტანას ან ბარში ჩამოტანას ეწინააღმდეგებოდნენ ბუნებრივია და სწორადაც იქცეოდნენ ადგილობრივი მცხოვრებნი და აღმოაჩინეს ეს საგანძური აბსოლუტურად შეუთავსებელ სამუზეუმო ნორმებთან კონტეინერებში. ეს არის პრობლემა და ახლა ვეღარცად ვეღარ მიამ მოსახლეობამ აღმოაჩინა თუ როგორ? მოსახლეობამ კი არა, ჩვენ აღმოაჩინეთ, ჩვენ მოგცეს ინფორმაცია და ჩავიდა ნინო მიქიაშვილი და ჩამოიტანა ინფორმაცია და იმის მერე ეს არის 28 აგვისტოდან შეიქმნა კომისია სამმხრივი საპატრიარქო საზოგადოების და ხელისუფლების წარმომადგენლები შევიდნენ, რომელმა კომისიამაც გამოიტანა დასკვნა, რომ ეს აუცილებლად სასწრაფოდ უნდა იქნას შესაბამის შენობაში გადაბრძანებული, მაგრამ შესაბამის შენობა არ მიიჩნევენ ეკლესიას, ამბობენ რომ ეკლესია არ ყოფილა თუმე ხატების შესანახულთვის მიზანშეწონილი. საქართველოს კულტურის მინისტრ ნიკა რურუა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს დავით ლოტკიფანიძეს მიმართვა. კიდევ ერთხელ და უკანასკნელად მოგიწოდებთ რომ 2011 წლის 25 ნოემბრის საღამოს 6 საათამდე დადებითად გადაწყვიტოთ საგანძურის გადაბრძანების საკითხი მესტიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში. როგორც ამას მოითხოვს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, ქართული საზოგადოება და ამით ამოწუროთ ეს პრობლემა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავიწყებთ საერთო სახალხო პროტესტის ორგანიზებას, რომლის შედეგებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება. საზოგადოებაში არსებობს დიდი ბევრი შეკითხვა. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის პოლიტიკურად, აქ არ არის საუბარი ვინმესტობაზე ან მიშისტობაზე, ასე შედა, ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. აქ რომ ხედავ სვან მოსახლეობას, ადამიანებს, რომელიც იმ კუთხიდან არის. ეხლა დამირეკეს მე კულტურის სამინისტროდან და უნდა ავიდეთ ეხლა ხუთი ადამიანი და თქვენის ნებართვით ავალთ, გადავცემთ ამას და კიდე რაც გვინდა ყველაფერს ვეთქვით და მოგახსენებთ გამოვა. ერთი გაკურებული ვარ, რატომ უნდა დამგვირიყო? შესანიშნავ მდგომარეობაში იყო თვითონ მუზეუმი. 100 წელს ოქროს ფონდის იყო, საცავი მდგომარეობაში იყო ეს ყველაფერი რა. და სანამ ეს გადაწყვეტებოდა მის დანგრევა, მანამდე უნდა გადაებრძანებინა ეს სიწმინდეები კაპიტალურ შენობებში. იგივე ან ეკლესიებში იშინიათ რომ უკან არ დაბრუნდება ეკლესიიდან, მაშინ მოეძებნათ შესაბამისი ფარტი, შესაბამისი შენობა, სადაც დაცული იქნებოდა ეს ყველაფერი. ეხლა ამ ყინვაზე არ იყო ეს გათვლები კონტეინერი რომ დაამზადეს. ეს გათვლი იყო დაბალ ტემპერატურაზე დაახლოებით შეიძლება იყოს -5-ზე, -6-ზე, მაგრამ გათვლი არ იყო რომ გამოზამთრება მოუწევდა ჯვარს, ხადებს, ყველაფერს ასეთ პირობებში. იზახიან თვითონ მუზეუმის წარმომადგენლები ნოემბერში გვეგონა დავამთავრებდით ვაგეზე შენობა დამთავრდა ნოემბერში. ამ დროს იქ 20-30 გრადუსამდე აღწევს მინუსით ყინვები. და დაცული არაფერი არა, ის ტემპერატურულ რეჟიმი ამ დროს თვითონ ეძახიან კლიმატ კონტროლი. შეიძლება გამორიცხული არ არის რომ შუქი გამოირთოს, გამორიცხული არ არის დიზელ გენერატორი რომელიც დამხმარე დააკრო, მუდმივი შუქი აკონტროლოს, ის პოვრიდან გამოვიდეს. რა იშველება ხელთუქმნელ ხატებს, ჯვარებს. ეს არის სოფლიო მნიშვნელობის საგანძური. თუ ქართველებს კულტურულ მემკვიდრეობაზე აქვს რაიმე პრეტენზია, აი ესეთი საგანძური შედეგია ის. და არა ის რომ თქვათ 1-2 ეგზემპლიარი სადღაც იყოს. აქ აგვაქვს ქვის ხანიდან დაწყებული 100,000-ზე მეტი ეგზემპლიარი შენახული და თუ ჩვენ გავანადგურებთ მომავალთაობებს ეგ არ იქნება. სული ლაპარაკი შედგა ბატონ დავით ხადაძესთან, ძალიან გვახარებს და რამდენიმე პუნქტია ახლა რომელსაც გაგიზიარებთ. 24-ისთვის ალტერნატიული შენობა იქნება მზად მესტიაში. მეორე მოხდება საგანძურის მთლიანი ინვენტარიზაცია, აღრიცხვა თავიდან გახსნა მისი ბატონო მირო. მესამე ახალი მუზეუმის პროექტი საჯაროდ უნდა იქნას განხილული. პრობლემა იყო საზოგადოებასთან კომუნიკაციაში პირველ რიგში. და ეს საკითხი მათთვისაც ძალიან მტკივნეულია, ძალიან კარგი. ჩვენ არ გვინდა ამ შემთხვევაში საგანძურის გარშემო მოხდეს რაღაც კონფრონტაცია.